მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ბაზარი ორბელიანზე. ეხლა უნდა დავაგემოვნოთ ბერნარდის ხინკალი, აქ არის ახალი ფილიალი გახსნით და ძალიან საინტერესო იქნება. დავაგემოვნოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, წავედით. და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ეხლა უნდა ვნახოთ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა. თან ამასთან ერთად დავაგემოვნებთ ბერნარდის ხინკალს და შევაფასებთ. სანამ დვალიშვილის ბრძოლას განვიხილავთ, მანამდე დვალიშვილის ცხოვრება საიდან მოვიდა აქამდე რა. მე როგორც ვიცი, დვალიშვილი ამერიკაში ჩავიდა მექსიკით ჩავიდა და დაიწყო აი მშენებლობაზე მუშაობა. მე კადრები მაქვს ნანახი და იდეაში თუ მივაგენი გამოვაჩენ ახლა აქ დვალიშვილის კადრებს და იცი რა არის ყველაზე მეტად რა გამისწორდა დვალიშვილში, როცა UFC-ში მოხდა, როგორც ვიცი, მგონი დროშის ფრიალსაც უშლიდნენ და ხელსაბამით ეკეთა მგონი საქართველოს ნიშნულით და როგორც ვიცი, ეგეც დაუშალეს რა და არ დანებდა და ყველაზე საოცარი რაღაცა მოიფიქრა, რომ კერძე გულზე გამოიხატა. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან ბევრ შრომობდა ამისთვის. სხვათა შორის ყველას ეუბნება მაგას, რომ მაქსიმალურად მეტი ენერგია უნდა ჩადონ, ყველამ უშუალო წარმოდებას მიაღწიონ და აი მართლა დასაფასებელი ეგეთი ადამიანი, რომ ხედავ, რომ მართლა შრომით და კაილუდია, კაი. შრომით ჯაბით ყველაფერი ძალიან დიდი რესურსით მოუწია ამ ყველაფრის გავლად. საქართველოდან ძალიან ბევრი ქართველი წაიყვანა ამერიკაში, ძალიან ბევრ სავარჯიშებს მე ვიცნობ ზოგსაც და აი რავი რა ძალიან მაგარი ადამიანია. იდეაში სანამ ბრძოლა იქნებოდა ძალიან ბევრი საქართველოშიც ფიქრობდა აი 50-50-ზე რაღაცა ეჭვიეპარებოდათ. მე სიმართლე გითხრათ, ჩვენს ზემ მაშინ სიმხელა გამძლეობა აქვს და ამტანობა აქვს, ეჭვიც არ შემეპარა. რა ვიცი რომ ძალიან ძლიერია და იმედი არ გამიწვია. სხვა მხარდაჭერას ხედავდა ჩემი ქართველებისგან და სხვა შემართებით იქნებოდა, ანუ სხვაგვარად არ გამოვიდოდა რა. თავი დადო ბოლომდე რა. ეხმარებოდა ქართველების მანყოფნა, რომ ეთყობოდა ისედაც რომ ძალიან ბედნიერი იყო ამით და რავი. მოკლედ მე რა ძალიან გაყოფილი იყო. გვიყვარხა წარმატებები და რავი მოვა ის რომ ჩვენ მან ჩამოვალთ და ადგილიდან გიგულ შემატკივდეთ რა. სხვადასხვა სანამ ახლა ამ ვიდეოს ყურებას დავიწყებთ, ჩვენ ახლა კი ნანახი გვაქვს და სულად ესა აქვს ნანახი. ახალი ამბავი გაიგეთ, რომ დვალიშვილი და თოპურიასაც სხვათა შორის ნათქვამი აქვს, რომ უნდათ რომ UFC საქართველოში გაიმართოს. UFC უნდათ რომ საქართველოში გაიმართოს. კი და თუ გაიმართა, აი უეჭველი მიდი. მაგრამ ეხა თუ ძალიან ბევრი გამოიწერს ჩვენს არხს, მაშინ დავაგროვებთ ბევრ გამომწერებს და მე შეიძლება ამერიკაში მოვხიოთ რა, დვალიშვილთან წავიდეთ, ჩავსებდეთ და ჩამოვიდეთ. ჩავიყავენ რა. კი რა თქმა უნდა. კი რაღაც აი თან ამდენი ლაპარაკის შემდეგ ყელიც გაშრა ამასაც დავლეთოთ. მოდი შევუდგეთ საქმეს და ვნახოთ. იცი რა, თავად მომენტები ვნახოთ, რაღაც დასაწყის პირველი რაუნდი და ბოლო რაუნდი განვიხილოთ. თან სხვადასხვის ჩვენი შუალა წამყვანი იყო ადრე მოჭხუბარი, იცის წესები, ყველაფერი და უფრო სხვა თვალით შემოგთავაზებთ, რასაც შეიძლება ჩემი აზრიდან საინტერესო ვერი იყოს ეს გამოცდილი ამ საქმეში და მაგიტომ მე როგორც რიგითი ჩვეულებრივი მაყურებელი მოქალაქეს შევაფასებ რა. შენს ემოციას დატოვებ, კახი დატოვის თავის ემოციას და ნახოთ რა, აი კაილუდია, კაი. აი აქ სხვათა შორის დვალიშვილი ძალიან მაგრა ფრთხილობს, იმიტომ რომ ნუ ეხა დვალიშვილმაც იცის რომ ეს ძლიერია, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია, ძლიერია, მაგრამ რა ვიცი რა, აი დვალიშვილმა შოკში ჩამაგდა იმ დილის 7 საათზე კიოდი მეზობლები გამოვიდნენ და ეხლა ამ ვიდეომ მაგარი მომაშია ეხლა და კაი ხინკალი გაასწორებ, აი ცხელი ხინკალი არა. არა, დავაგემოვნოთ, ცოტა ხანში მოვა. უყუროთ ეხლა ჩვენს თავადია ჩვენი ოპერატორი არ დაიღალოს. თქვენს გაჭმევთ ჩვენ ოპერატორო. ცხელს. კამერას დაგადებინებთ რომ მოვა. ძალიან ისეთია, კაი, ძალიან მაგრა ფრთხილობს რა დვალიშვილი. მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ აი აქ რო ეჭიდავება დვალიშვილი, თან იქ ეჭორავება. ადამიანს, ანუ ეჭორავება. იცი რა, ჩემი როცა დვალიშვილი დარწმუნა, რომ უკვე უპირატესობა მაგის იყო, ფსიქოლოგიურად დაანგრია და მე უკვე გადავიდა გადაობაზე რა. ესეთ რაღაცებს თუ აკეთებდა და კიდე ერთი ძალიან მაგარი მიმი გაბაზდა.
უკვე ინტენსივში აი ამ იმისაც ჩავსავაკ. რეალურად ეგრე იყო და ეხა ხაბიბს იმედი რომ აიღებდა იმ ქამას, ანუ შანსი არ იყო ეხა პროფესიონალური მოჭრილი და უმარი მაგრა და ბოლოში დაამუღამეთ ის მომენტი, ეხა ჩემი აზრით მაყურებლებმაც ნახეს. Dana White, ვინც არის UFC-ს დამფუძნებელი, მაგას როცა დაჯილდოებაზე უნდა გადაეცა გამარჯვებულისთვის, მაგრამ ხაბიბი მივიდა Dana White-თან და თითქოს აი ქამას იმაშებოდა რა. არ თმევდა რომ თავის ბიძაშვილისთვის ჩამოეკიდა, მაგრამ და ანუ აი გმიქვის რა პროფესიონალური მოჭრილია და ეგ ეჭვი როგორ შეეპარა. ეთქო მაგის მომზადებული იყო და მეგონა რომ აი ეჭვი აღარ ეხა ეხა დვალიშვილი იდეაში ანუ მარტო მოჭხუბარე კი არა ანუ შოუმენიც არის ხო რა აი შოუმენია რა თავის საქმე რა ძალიან მაგრამ და ფსიქოლოგიურად ანუ აი ამუშავებს რა მოწინააღმდეგეს რა ეგ მომწონს ძალიან რა ანუ თან ეხა დვალიშვილმა რეკორდი მოხსნა UFC-ში რა ანუ რამდენი ტეიქდაუნი გააკეთა აი სასწაული ტეიქდაუნები გააკეთა თან მაგას ცდილობს, ანუ აი აქ ეხა ცდილობს და რავი რა. თან როგორც ვიცი, უმარი მგონი რუსეთის სახელით გამოდიოდა. თვითონ რუსი არ არის მგონი. ხო, არა, მაგრამ რუსეთის სახელით გამოდიოდა და თავისთავად დაღესტანის სახელითაც გამოდიოდა რუსეთთან ერთად. კი, ეგრე იყო. ან დაღესტანი. და თავისთავად მედავსაც უფრო мотиваცია ასმაგი უნდა ქონოდა, რომ მოეგო და მოკლედ მოგები დასრულა და სანამ ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი კარგად ჩაიარა, მოვიგე, ქართველებმა ვიზეიმეთ და ეხლა სანამ ხინკალი გაგვიცივდა. გონი გადავიდეთ ახლა ხინკალის დაგემონებაზე. და საინტერესოა რა. საინტერესო ვიდეოა გონი. მე და დვალიშვილის ჩხუბის განხილვა და ხინკლის განხილვა ეხლა გონი ძალიან საინტერესოა. სპორტთან როგორ წავიდა ხინკალი. წავედ. მოკლედ მეგობრებო, გადავედით ხინკლის დაგემონებაზე და შეფასებაზე. ამ ხინკალზე იძახიან ძალიან გემრიელია. რავი, დავაგემოვნოთ ბომბიაო იძახა. ავსინ, მამა პაპურად გავსინჯე და ჩანგალი და დანა არ დამანახოთ. ოჩაღლუკა დროზე ადრე დაგიწყია. აი ეს არის მთავარი ეს. ეს საუნდ ეფექტია მთავარი. ჯამპი და საკონელი. შეიძლება ვიღაცას გული აერიოს, მაგრამ მე ძალიან გემრიელი დავჭამ. წვენი ძალიან კაია. ხა ჩავალ ხორცამდე და გეტყვი. მე ორივე ხელით უნდა ვჭამო, თორე ისე არ გამოდის. ბოდიშის მეგობრებო, გადავდო პერლიჩკა. გემრიელია. არა, გემრიელია. თქვენს გასუნჯეთ ეს ხინკალი, ძალიან გემრიელია. წვენს კაი ბლომა და კინო. მოკლედ მეგობრებო, ძალიან კაი ხინკალია. ხინკალიც განვიხილეთ. დედა დვალიშვილის ჩხუბიც განვიხილეთ. ეხლა ძალიან მოგაშიოთ. აი, და გაყუდებიოთ კლიანი ხინკლის ჭამას. პირდაპირ კუჭებით გავაგზელოთ ჩვენი რა შტაბეჭდება დაგჭა. ყველაზე მაგრად მომეწონა კუჭი. იმიტომ რომ ესეთი პატარა კუჭი პირველად ნახე რა. გვევასება ხინკლის კუჭები. პრობლემა არის რამე? მე არაფერი ღმერთმა შეგარდა. ო და ეგრე. ნუ ანუ ზოგადად უზარმაზარი კუჭებია. აუ კუჭს. ახლა გემრიელია. არა გემრიელია. შენ რა შტაბეჭდება დაგჭა. კუჭის რა მოგახსენა, მაგრამ ხორცი და აი წვენი რაც შიგთავსში არის თვითონ არის უგემრიელესი მართლა. რავი, მართლა პერფექტი. ძალიან მაგარია, ოჩა. ასევე გუდით ძალიან გემრიელი არის და რა ვიცი, ყველას გიჭირდება და დააგებინოთ ასევე. ძალიან გაგისწორდებათ. კი არა, მართლა ძალიან გემრიელია და ძალიან მომეწონა. მე ზოგადად წვენი მევასება რა, აი ხინკალს. კი ხორცი ბაზარი არა, მაგრამ აი წვენი მევასება. მე რა მევასება იცი? ამ წვენს კაი ბლომა წვენი რო აქვს, ამაში რო ჩაამატებ ძმას. ეგ არ მეტარია. ხონა მოვატანინო. ეგრე გავაგზელო. მაგრამ შეიძლება შენთვის ძალიან გემრიელი. მეგობრებო, ვისაც გიყვათ ხინკალი წვდით, დააკომენტარეთ რამდენი ხანს ჩემნაირ. მე პირველად გავსინჯე ხინკალი წვდით, სადღაც 7 თუ 8 წელიწად თუ დაჟე შეიძლება 10 წელიწად იყოს გასული. იმის მერე აღარ მიჭამია
ხინკალი უძღოთ, გონი ეხლა ვჭამი უძღოთ. იმიტომ რომ ან მოუტანიეთ და მე მგონია გამოვიწყოთ რომ ხმა. რაღაც არ მომეწონა. მე არც გამისინჯობს ამ ძმით. კი, რაღაც. შენ როგასიჯო უეჭველი დათვალები. აი ამ ეხა ნამდვილ ნახევარი დავლი. და მაგარი ბრალი ვარ. გაგლეჯილი ვარ. მე კიდე ამას მაგარი გახეული. უსი ვისყო. კაი მეგობრებო, მოკლედ ძალიან კაი ხინკალი იყო. კი, განხილვაც მგონი ცუდი არ იყო. თქვენ შეაფასეთ. კი, კი. ჩვენ რავი დაგემშვიდობებით და ჩვენ სულ მალე ვპირდებით ძალიან გრანდიოზულ და მაგარ შოუს. კი, კი. დაელოდეს რა. არა, მთავარია რომ გამოიწერონ ჩვენი არხი. ხო, ეგ მთავარია. ეგ არის აუცილებელი. ეგ და იმდენად მნიშვნელოვანია უკვე მოიწყდება და აღარც ვამბობ, რომ გამოიწეროთ, ანუ აღარ უნდა რა ყოველ მომენტში. არ გინდა რომ ხვეწნა გამოგივიდეს თან იხვეწები რა, კი, ვიცი. ზოგადად რა ვიცი, იუთუბერებია 200,000 და 300,000 ვიყოთ, ისინი იხვეწებიან და ლაიკით და გამოწერეთ. ჩვენ ეხა ხოვაზე ხარ ახლა. ჩვენ უთქმელად უნდა გაგვიგოთ რა. კი, ნამდვილად, უნდა გამოვიწეროთ. მეგობრებო, გაგვიციდა ეხა ხინკალი. წავედით. წავალ ეხა გემრიელა ჩევჭა. კარგად, აბა. არ დაგავიწყდეთ ხინკლის კი არა და გვერდის გამოწერა, არხის გამოწერა. ჩვენი სახელი გემშვიდობებად Bad Boys.